ეს წუთია დაიწყო შეხვედრა თბილისის მერიოდში ოპოზიციური ალიანსსა და ბრიტანეთის ელჩს შორის, როგორც ვიგებთ, ამ შეხვედრის ინიციატორი დიდი ბრიტანეთის საელჩო იყო და ამ დახურულ შეხვედრაზე ალიანსში შემავალი პოლიტიკური პარტიების ლიდერები აპირებენ, რომ დიპლომატს გააცნონ საკუთარი გაერთიანების შესახებ და ასევე ის თუ რა გეგმა აქვს ამ გაერთიანებას ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორ აპირებს ის ქართული ოცნების დამარცხებას. გარდა ამისა, გვეუბნებიან, რომ შეხვედრაზე საუბარი ბუნებრივია შეეხება ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ქართული ოცნების რეპრესიულ პოლიტიკას და ასევე იმას, თუ როგორ შეუძლია დიდ ბრიტანეთს დაეხმაროს ქვეყნის შიგნით დემოკრატიულ ძალებს იმისთვის, რომ ქვეყანაში გაძლიერდეს დემოკრატია და ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპულ კურსს. აპირებთ აუხსნათ, რომ ალიანსის ამოცანა მხოლოდ რეჟიმის დამარცხება არ არის, ალიანსის ამოცანა არის დემოკრატიაში საზოგადოების რწმენის აღდგენა და სწორედ ამიტომ ჩვენი თავებიდან ვიწყებთ, ეს არის ერთგვარი დემოკრატიული გადატვირთვის პროექტი. პირველი ეს, მეორე ის, როგორ ვაპირებთ რეჟიმის დამარცხებას და რა არის ჩვენი გამარჯვების გზა და კონკრეტულად რას ვითხოვთ საერთაშორისო საზოგადოებიდან ამ გზაზე, იმისთვის, რომ მივაღწიოთ ამ ქვეყანაში რუსეთის მარცხს და საქართველოს გახდეს თავისუფალი სამყაროს ნაწილი. საქართველოს ყველა მეგობარს ვესაუბრებით, როგორ გადავარჩინოთ საქართველოს ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდისაგან, რომელსაც საქართველოს მიყავს იზოლაციისკენ, მიყავს რუსეთისკენ. დიდი ბრიტანეთი, ისე როგორც საქართველოს სხვა მეგობრები მხარს უჭერენ ქართულ ხალხს, რომ საქართველოს იყოს ცივილიზებული, მშვიდობიანი, ევროპული, გამთლიანებული, აყვავებული ქვეყანა და არ უჭერს ხარს ამ რუსეთთან მოთანამშრომლე საქართველოს მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას. რაც შეეხება ჩვენს საგარეო კომუნიკაციას, ის არის აქტიური, იმიტომ რომ პარტნიორებს აინტერესებთ ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ეს ინტენსიურია და უნდა იყოს კიდეც. რაც შეეხება ცალკეულ საელჩოებთან ურთიერთობას, აქაც არის ბუნებრივია ინტერესის ძალიან მაღალი დონე, იმიტომ რომ ეს იქნება ევროკავშირი თუ იქნებიან თქვა ჩვენი პარტნიორის სხვა ქვეყნების ელჩები, მათ აწუხებთ ეს ვითარება. ეს ადამიანები ხედავენ, რომ ამ პოლიტიკით საქართველოს იკარგება დასავლეთისთვის და დიდ ბრიტანეთს საკმაოდ რთული, უბრალოდ მკაცრი პოლიტიკა აქვს საქართველოში ქართული ოცნების წინააღმდეგ და მიმართებაში. ქართული ტელეკომპანიები დასანქცირებულია სწორედ გაერთიანებული სამეფოს მიერ რუსული ნარატივის გავრცელების გამო, რის გამოც ქართულმა ოცნებამ მიმართა დიპლომატიურ დემარშს და ელჩი დაიბარა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამიტომ ამ ქვეყანას შორის, უბრალოდ დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობები ახლა ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა და ოპოზიციის შეფასებით საჭიროა კიდევ უფრო მეტი წნეხის გაზრდა ქართულ ოცნებაზე იმისთვის, რომ სახელმწიფო პარტია იყოს იძულებული გაატაროს დემოკრატიული რეფორმები და შეასრულოს ის პირობები, რის შესახებაც მიმდინარეობს უკვე პროტესტი 2 წელია საქართველოში. ოპოზიციურმა ალიანსმა ცოტა ხნის წინ დაიწყო ეს შეხვედრა და ისინი გვეუბნებიან, რომ მათ აქვთ გეგმაში ასევე შეხვდნენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც იმისთვის, რომ მათ მოთხოვან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა დემოკრატიული ძალებისა საქართველოში. პირდაპირ ეთერში რუსუდან უნდა გესაუბროთ.